როგორ მოხდა ამ ინტერნეტის შეზღუდვა, აი ნაბიჯ. პირველად პუტინი აი ამ სიტყვას ინტერნეტ სუვერენიტეტი აჟღერებს 2014 წელს. ეს ინტერნეტი გახდა ნაღმი მოსახლეობის გაბრაზების. იყო ცდილობები, რომ მე VPN-ი შესულიყვნენ ამ დაბლოკილ, ასე ვთქვათ, საიტებზე. ინტერნეტი ზოგადად არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეცპროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი თვითონ არ ხმარობს მაგალითად არც კომპიუტერს, არც სმარტფონს და მახსენე. ლურჯი პაპკეტში აქვს ჯერ კიდე ინფორმაციები მასთან. რეჟიმს სჭირდება სტაბილიზება და გამოცვლა. აიათოლას სკვლელობის ფონზე გაცილებთ ხო დაწყებდა ეს პროცესი, ინტერნეტის შეზღუდვის და გათიშვის, პერიოდული გათიშვის პროცესი. პუტინი არის ძალიან შეშინებული, ეს არის დასავლური დაზვერვის ინფორმაცია. უცბად ამათი ცხოვრების წესი დაანგრია პუტინმა. უკვე ინტერნეტი აღარ აქვს, არათუ დასავლური კეთილდღეობა. იმის გამორიცხვა, რომ რუსული სცენარის გაგრძელებას ამ სფეროშიც ვიხილავთ საქართველოში არ შეიძლება. ინტერნეტის გათიშვა არ გათიშვა, უბრალოდ ისეთი მოვლენა, რომ წარმოდგენაც არ მინდა არათუ ამაზე კომენტირება. მე რო შენთვის ერთი წლის წინ მეთქვა, რომ ხალხს ტროტუარზე დგომისთვის დაიწერა. ცხადია, აბსოლუტურად და შენ მისმის. იყოდი, რომ ამას მეტყოდი, რომ აი ხა ამაზე კომენტირება არ ხარ, არ მინდა ამის წარმოდგენა და ამაზე კომენტირება. ხო, ეს სხვათა შორის პუტინის რეზიდენციების თავზეც დაკეტილია საჰაერო სივრცე. აი რა დუღირს ამ დიქტატორებს ესეთი ცხოვრება, ბუნკერში რო უნდა გაატარო, ივანიშვილის არ იყოს, იმას თავისი ბუნკერები აქვს. მოგესალმებით, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე, მე ვარ ეგა კვესიტაძე და უყურებთ ჩემს პოდკასტს აქცენტები. მოკლედ დღეს ვისაუბრეთ რუსეთზე, მაგრამ ძალიან კონკრეტული ჭრილით, ინტერნეტის შეზღუდვა. თქვენ უკვე იცით, რომ უკვე რამდენიმე კვირა, უკვე თვეც არის, ხო, რომ ძალიან შეიზღუდა რუსეთში ინტერნეტი. შეზღუდვა შეეხო უამრავ საიტს, შეზღუდვა შეეხო უამრავ ბიზნესს, განსაკუთრებით პატარა ბიზნესებს და ხალხი არის ძალიან უკმაყოფილო და როდესაც ეს საკითხი დაისვა პესკოვის დონეზე, მან თქვა, რომ ეს არის უსაფრთხოების თემა. Подобного рода запреты и ограничения это разве не путь в прошлое? Нет, это не путь в прошлое. Сейчас ситуация, когда соображения безопасности диктуют необходимость принятия определенных мер. ეს არის ძალიან ნიშნულოვანი და კარგად გასაშლელი თემა და ძალიან საყურადღებო ჩვენს კონტექსტში, იმიტომ რომ ძალიან შორს არ არის ის დრო, როცა საქართველოში ასევე დაიწყება ინტერნეტის აკრძალვაზე საუბარი. ხო, თუ თქვენ გაგეცინათ ან ჩათვალეთ ეს წარმოუდგენლად, ეს ნიშნავს, რომ რეალობას ძალიან კარგად ვერ აღიქვავთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც მაგალითად 40-ზე მეტი ადამიანი დაიჭერეს ტროტუარზე დგომის გამო, სადაც სტუდენტ გოგოებს პირდაპირ უნივერსიტეტის ეზოში ადებენ ბორკილებს და ამაზე რეაქცია არ აქვს არც მათ მეგობრებს, არც ლექტორებს, არც ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს და არც საზოგადოებას და ეს უკვე აღიქმება როგორც მოსაწყენი ყოველდღიურობა. და როდესაც ასეთი რამ მოსაწყენი ყოველდღიურობა ხდება, იქ ერთი ნაბიჯია იქამდე რომ რეჟიმმა გადაწყვიტოს, რომ ინტერნეტის აკრძალოს მით უმეტეს მაშინ, როცა ნებისმიერი ნაბიჯი არის ძალიან ზუსტი იმისა, რაც ხდებოდა რუსეთში და ჩვენ ზუსტად ისევე მივყვებით მოვლენებს, როგორც რუსეთი ავითარებდა და როგორც რუსეთი ავიწროებდა ავტორიტარიზმის ყულპს. მე თან მაქვს კონკრეტული ინფორმაციები, თუმცა დღეს ამაზე არ ვისაუბრებ, მინდა რომ ეს ინფორმაციები უფრო დავაზუსტო და შემდეგ თუ რამე ხელმოსაჭიდი მექნება, ამას ჩვენ უკვე იმ გადაცემაში განვიხილავთ, რომელიც დავიწყეთ, მას ქვია სისტემა შიგნიდან და იქიდან უკვე მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციებს. მაგრამ დღეს მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რა ხდება რუსეთში, ეს არის ინტერნეტის შეზღუდვა, ამას მოყვება ძალიან მნიშვნელოვანი ამბები პუტინის გარემოცვის გარშემო, როგორც იცით, დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს აქვს შიში, რომ შიდა ელიტაში მოხდება განხეთქილება და ელიტის უფრო ეშინია, ვიდრე მაგალითად უკრაინული დრონების, რომ ძალიან გამკაცრდა უსაფრთხოება მის გარშემო. ასახელებს ასევე უცხოური დაზვერვა, დასავლური დაზვერვა შოიგუს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, როგორც შესაძლო გადატრიალების ხელმძღვანელს, ასე არ ვიცით რამდენად ახლოა რეალობასთან, ბევრი ამ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებს.
ჩვენ ყოველ შემთხვევაში გავივლით ამ ყველა ამ ახალ ინფორმაციას, რაც გვაქვს და ასევე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რამდენად ცუდ დღეშია რუსეთი უკრაინის ფრონტზე. დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ბადრიძე, ზურა შარაშენიძე და გიორგი ანდრონიკაშვილი. გიორგი ბადრიძეს ყველა იცნობს, გიორგი ანდრონიკაშვილი არის ჩვენი ახალგაზრდა ანალიტიკოსი და ზურა შარაშენიძე მინდა გაგაცნოთ, ძალიან საინტერესო ანალიტიკოსი ასევე და ახლად დაარსებული თუ ჯერ დაუარსებელი პარტიის, ჯერ საქართველოს ლიდერი. ხო და ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც პირველად გვყავს სტუმრად. გიორგი, მოდი ინტერნეტით დავიწყოთ, ხო? იმიტომ რომ მართლაც საქართველოში თუ დაიწყო ამაზე საუბარი, მე წარმომიდგენია რამხელა პანიკა იქნება, მაგრამ ეს უკვე რეალობაა რუსეთში. მოგესალმებით. მოკლედ წინა ისტორია რომ მოვყვეთ, დღეს პესკოვი ამბობს, რომ ომს უკავშირდება შეზღუდვები, თუმცა ჩვენ რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვა იქამდე 2022 წლამდე ვნახეთ. სინამდვილეში ინტერნეტის შეზღუდვა თანამედროვე დიქტატურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა რუსეთს ეს თავის დროზე გამოიპარა. და იმიტომ რომ პრინციპში რუსეთის ელიტა ეს არის საბჭოთა ელიტა, ისინი ძირითადად სულ 60 წელს გადაცილებულები არიან. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი თვითონ არ ხმარობს მაგალითად არც კომპიუტერს, არც სმარტფონს და მაგალითად ლურჯი პაპკეტში აქვს ჯერ კიდე ინფორმაციები მასთან. ძალიან სახალისო ვიდეო იყო პატარა ბავშვმა რო თხოვა პუტინს, რომ ჩემი YouTube ჩანელი გამოიწერეო და პუტინი დაიბნა და სად მოვაწერო, ხელი ვერ გავიგებო, არ იცის ეს რას ნიშნავს. И делаю свою передачу, первый выпуск уже на моем YouTube-канале «Красная вилка». Подпишитесь, пожалуйста, и... Егор, что надо подписать? Подписать что нужно? Я не понял, что я должен подписать? YouTube-канал, такая социальная сеть. იგივე ლუკაშენკოც იგივე არის, ორივე პაპკეტი იღებს ინფორმაციას და ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მის გარემოცვას ეძლევა საშუალება, რომ გარკვეული манипуляცია თავისი, ასე ვთქვათ, ლიდერით და ჩვენ გვახსოვს განსაკუთრებით დასაკში როცა შედიან ავტორიტარები მე-20 საუკუნეში გვინახავს საინტერესო მაგალითები, მაგალითად პორტუგალიის დიქტატორი სალაზარი ბოლოს საერთოდ ატყუებდნენ და რაც ერთ ეგზემპლარი გაზეთს უბეჭდავდნენ, სადაც აბსოლუტურად ილუზორული ამბები ხდებოდა. ამიტომ ჩვენ ეს ზუსტად არასდროს არ ვიცით, რამდენად აქვს წარმოდგენა თუ იგივე პუტინს რა ხდება ამის გარშემო და აი ეს რომ გამოეპარათ და საერთავი ძროზე ინტერნეტის კონტროლი არ დაიწყეს. მერე მიხვდნენ რომ აი ჩინეთმა მაქნა ყველაფერი სწორად. აი ეს ჩინეთის firewall-ი, როცა იზოლირებული ინტერნეტი, რაც რუსეთში ეძახიან სუვერენულ ინტერნეტს. ეს თავის დროზე სურკომმა შემოიღო ტერმინი რომ სუვერენული დემოკრატია და მერე სუვერენული შეუყვარდა ძალიან სიტყვა, სუვერენული ინტერნეტი. დაიწყეს ნაბიჯების გადმა დიდი ხანია. არის ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის სერგეი კირიენკო, რომელიც სხვა შორის სოხუმში არის დაბადებული და პრეზიდენტის ადმინისტრაციას რო აუხსნათ მაყურებელს, რუსეთში მთავრობა კი არა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის მთავარი, ანუ პირდაპირ მინისტრზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ფიგურა, რომელიც კურირებს ამა თუ იმ მიმართულებას. კირიენკო კურირებს ერთად ინტერნეტს და ჩინეთში რაც გააკეთეს, რა ტვიტერის, YouTube-ის და ასე შემდეგ ანალოგები, იგივე საკეთებს კირიენკო აი ამ კონტაქტწერო არის მაგის ეგეთი და სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულად. ეხლა რა მოხდა ბოლო დროს? ომის ფონზე და განსაკუთრებით აიათოლას წვრილობის ფონზე გაცილებით უფრო დაძრაფდა ეს პროცესი, ინტერნეტის შეზღუდვის და პერიოდული გათიშვის პროცესი. აქამდე არ ეხებოდა ეს მოსკოვს და მოსკოვი თითქოს აი სხვა ცხოვრობით, როგორც ხდება ხოლმე მოსკოვი ერთ ცხოვრებას ხორობს დანარჩენ რუსეთი მეორეს. უცებ ხედავთ რომ მოსკოვში თითიშება ინტერნეტი, მე რამდენადაც ხვდები საქმე იმაშია რომ პუტინი ძალიან დარდობს თავის უსაფრთხოებაზე და ზოგადად კრემლის შიგნით აი ეს უსაფრთხოებაზე და ძალოვანების და არა მხოლოდ ძალოვანების, მაგრამ აი მაგსულისკვეთების პოლიტიკოსები ვინც არიან მათი გავლენა გაიზარდა და ტექნოკრატების გავლენა ნელ-ნელა მცირდება. მათ შორის იყო ინფორმაცია, არის ეგეთი ჟურნალისტი ძალიან კარგი მიხაილ ზიგარი და ის გარკვეულ კრემლიდან ინსაიდერებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ არის ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსნას აპირებენ, ანუ სერგეი მიშუსტინის და ძალიან გაძლიერდა FSB, მარტივად რო ვთქვათ, KGB-ს მემკვიდრე ორგანიზაცია და FSB არიან ადამიანები, FSB-ში განსაკუთრებით მეორე სამმართველო ეგეთი, რომელსაც დიდად არადარდებს დეტალები. ანუ რამდენად ხარისხიანად კეთდება, იქ ეკონომიკაში რა ხდება, ეგ მე არ მაინტერესებს. თავარი არის, რომ უსაფრთხოება, რაც პუტინი იყოს დაცულად, იქ მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ უკრაინის ძალიან წარმატებული სპეცოპერაციები, როცა მაღალსამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ ლიკვიდირებულები და აი ამან რადიკალურად შეცვალა სიტუაცია კრემლის შიგნით, რაც პირობითად კირიენკოს
სობიანინის, რომელიც მოსკოვის მერია, ამ ტექნოკრატების, ასე ვთქვათ, სიტყვა შემცირდა მის წონა და გაიზარდა ამ ძალოვანების და უფრო რადიკალურად განწყობილი ადამიანების წონა, რაც ჩემი აზრით კარგია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს განსხვავებით ამ ტექნოკრატებისგან, რომელსაც ეკონომიკა ეჭირათ, რომელიც დაიჭირეს ეკონომიკა ომის დაწყების მერე და არ ჩამოიშალა. კარგია, იმიტომ რომ ცუდია რუსეთისთვის, ანუ. კარგია, იმიტომ რომ ისინი ვერ მოახერხებენ, ჩემი აზრით, და უკვე ხედავთ ამას, ხარისხიანად ქვეყნის მართვას და შესაბამისად ეს კრიზისი რუსეთში, რომელიც ჩანს, ეს კრიზისი დიდი ალბათობით გაღრმავდება. სტატუს quo ზოგადად რუსეთში შეიცვალა. აი ბოლო რამდენიმე წელი 2023 წლის მერე პრიგოჟინის შემდეგ დიდად არ იცვლებოდა. ახლა ვხედავთ, რომ სისტემაში არის სერიოზული შიდაკლანური ბრძოლები, რაც იქ არსებობს ეგეთი ტერმინი კრემლის კოშკები, რა, კრემლშია სხვა კოშკები არის, რომელიც ერთმანეთს ებრძვის. ჩვენ ვხედავთ ამ შიდაკლანურ ბრძოლას და ვხედავთ დეზორიენტირებას, ანუ დაბნეული არის ყველა სისტემაში და ისეთი რაღაცები, რაც აქამდე თითქოს წარმოუდგენელი იყო, უცებ დაიწყო. მაგალითად, პუტინის კრიტიკას ვხვდებით უფრო ხშირად. ხო, აი ამ ზაზვერვის ანგარიში იყო ძალიან საინტერესო ერთი ფრაზა, თუ აქამდე ეს ომი მოიხსენიებოდა, რომ ჩვენი ომი, რაღაცა ჩვენი ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ, რაღაცა ეხა უკვე მოიხსენიება როგორც პუტინის ომი, ანუ კონკრეტულად, ანუ მთელი პასუხისმგებლობა აკიდებულია უხოლოდ პუტინზე, დისტანცირება ხდება ამ ადამიანების ამ ომისგან, ანუ თვითონ პასუხისმგებლობისგან თავისთავად ეს იმას ნიშნავს და შესაბამისად, ნუ პუტინი არის ძალიან შეშინებული. ისევ ამბობ, ეს არის დასავლური დაზვერვის ინფორმაცია, რაც ვიცით და პუტინს ეშინია ამ ელიტის თავდასხმის. ამიტომ არავის, ესე იგი, მის გარშემო მყოფ ადამიანებს, აი ესეთი ცოტა ახლო რადიუსშიც კი ეკრძალებათ, რომ ავიდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ატარონ ტელეფონები, იხმარონ ინტერნეტი და ასე შემდეგ. მოკლედ არის ძალიან გამკაცრებული, ანუ ძალიან ბუნებრივია, ხო, ავტორიტარიზმი მხოლოდ ამ გზით მიდის, სხვა გზით მიმავალი ავტორიტარიზმი არ ვიცით, ხო? ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ამ ანგარიშზე და შემდეგ ისევ ინტერნეტის იმას დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სიუჟეტი ქონდა განსაკუთრებით როზენბერგს, BBC-ს ლეგენდარულ ჟურნალისტს, სადაც ის დიდ სიუჟეტს ამზადებს, როგორ ეხება ინტერნეტის პრობლემა ყველას, ანუ ვიღაც ადამიანს რომელსაც საფუნთუშე და ყიდის ამას ინტერნეტით, ვეღარ ყიდის და ხურავს ეკონომიკაზე. არის უზარმაზარი დარტყმა, ნუ აქ არ ვლაპარაკობთ ძალიან ესე დიდ უკმაყოფილებაზე, უბრალოდ მომხმარებლების, რომელსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. გიორგი, აი ეს დაზორვის ანგარიში რამდენად შეიძლება იყოს, სანდო? ცნობად უნდა მივიღოთ და საკუთარი შეფასებაც შეუძლია ყველას კონდეს გადაწყვეტილება, რომელიც ამხელა გავლენას ახდენს ყველას ცხოვრებაზე და ობიექტურად ეკონომიკაზე, აშკარად მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან. შესაბამისად, პუტინი მართლა უნდა თვლიდეს, რომ მისთვის ძალიან სერიოზული ვითარებაა შექმნილი. საერთოდ ამაზე ალბათ უნდა შევთანხმდეთ ყველა თავიდანვე, რომ პუტინის პრიორიტეტი არასდროს არ ყოფილა რუსეთის ეროვნული ინტერესი. ჩვენ რო შევხედოთ რუსული ნაციონალიზმის თვალსაზრისით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ პუტინის მიმართ შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი სასაყვედურო იმ მიზანთან დაკავშირებით, რომელიც ლეგიტიმურად მიგვაჩნია თუ არ მიგვაჩნია, შეიძლება იყოს საერთო კრემლისთვის და რუსული ნაციონალიზმის. რუსეთის იდეადის აღდგენა რუსეთის გავლენისა რაღაც ტერიტორიაზე, რომელსაც ის მიიჩნევს თავის ბუნებრივ სივრცედ. თუ უწოდებთ ამას რუსულ სამყაროს თუ ევრაზიულ სივრცეს თუ რაც, როგორც უნდა დავარქვათ ამ პროექტს, აი ამაში შეიძლება რაღაც საერთო გქონდეს რუსულ ნაციონალიზმს და კრემლს, კგბ-შნიკურ კრემლს. ოღონდ ის რაც გააკეთა პუტინმა ამ მიზანს, რომ მოსკოვი კვლავ იქცეს რაღაცა ბევრ უფრო დიდი გაერთიანების ცენტრად, პუტინმა უფრო დააშორა, ვიდრე მოახლოვა. და დღეს ჩემი აზრით არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ამ ადამიანებისთვის, რომ პუტინის ქმედებები მიმართულია პირადი ინტერესების, პირადი უსაფრთხოების, ძალაუფლების მაქსიმალურად გახანგრძლივების ამოცანისადმი და არა რუსეთის ეროვნული ინტერესების განხორციელებისადმი. შესაბამისად, უკმაყოფილება მის მიმართ ძალიან სერიოზულ საყრდენზე დგას. ოღონდ შემდგომ უკვე თქვი, რომ
პუტინისთვის ეს არ არის მთავარი პრობლემა, რას ფიქრობს აი მასა რუსული. მან დიდი ხნის წინ გამორიცხა მოსახლეობა პოლიტიკური კალკულაციიდან, პოლიტიკური განტოლებიდან. მისთვის ბევრად უფრო აქტუალურია დღეს ელიტის განწყობა, მისი რეჟიმის და ამ რეჟიმსა ყველა მიზეზი ასევე იყო უკიდურესად იმედგაცრუებული და უკმაყოფილო. დავიწყოთ იმიდან, რომ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა იყო ერთგვარი ოლიგარქიული დაჯგუფების გადაწყვეტილების შედეგი. მისი ძალაუფლებით აღჭურვა, მართალია იყო ერთგვარი კონგლომერაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზებული დანაშაულის და ასევე პარტიული მუშაკების ნარჩენების, მაგრამ თავარი არსი იყო იმაში, რომ აი ელცინმა ამოწურა თავისი თავი, უნარი არ აქვს მას რუსეთის სტაბილურობის უზრუნველყოფის და აი მიუცეთ მაქსიმალური ძალაუფლება აი ამ ახალგაზრდა ენერგიულ ადამიანს და მოხდა ერთგვარი გარიგება რუსულ საზოგადოებასთან. საზოგადოებას მე თქვენ გაძლევთ სტაბილურობას, თქვენი უფლებები სანაცვლოდ, თავი დაანებთ რაღაც არჩევნები და რაღაც სულელეები. თქვენ პოლიტიკას თავი დაანებთ და მე თქვენ მოგცემთ ყველაზე მთავარს, თქვენ არ გქონდათ 90-იან წლებში, ეს არის სტაბილურობა. და ელიტას, რომელიც საკმაოდ მცირე ჯგუფს თავდაპირველად, ოღონდ მე იმ სიკეთეებით, რასაც ამ ელიტას აძლევს პუტინი, სხვებმაც იხეირეს, ეს არის საშუალო ცოტა უფრო მაღალი ნაწილი, საშუალო კლასის ზედა ეშელონი, კეთილდღეობა. და ეს სისტემა მუშაობდა წლების განმავლობაში, სანამ პუტინი არ შეეჭიდა ისეთ პროექტს, რომელიც აღმოჩნდა მისთვის დაუძლეველი. აი უკრაინა აღმოჩნდა მისთვის აი ის ლუკმა, რომელსაც კბილები სტაცა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უხერხებს და ასეთ კონფლიქტებში არათანაბარი როდესაც არის ძალები და ესეთი ჩვენ არაერთი გვაქვს ნახი, მარცხი უფრო დიდი ძალისთვის მარცხისთვის საკმარისია გამარჯვების არ მიღწევა და აი ამას უყურებთ ჩვენ უკვე მეხუთე წელია. რა ფასად უჯდება ის რუსეთს მთლიანად და პირველ რიგში ამ ელიტას, აი ელიტის ინტერესებს რომ დაუბრუნდეთ, რა ჰქონდა 2022 წლამდე პუტინის ელიტას და რა აქვს დღეს. მას ჰქონდა დაგროვილი მსოფლიოში ალბათ უპრეცედენტო სიმდიდრე. პუტინის ხელისუფლება იყო პრაქტიკულად უკლებლივ ყველა მილიარდერების დაჯგუფება, რომლებსაც საშინაო პოლიტიკისთვის, საშინაო მოხმარებისთვის ჰქონდა განცხადებული ეს პირწავარდნელი ანტიდასავლური აგიტაცია, პროპაგანდა, რომ დასავლეთი არის ყველა ბოროტების სავანე და მაგრამ თავისთვის თავიანთი ოჯახებისთვის, შვილებისთვის ყველანაირად ჰქონდა დასავლური ცხოვრების ყველა სიკეთის ელემენტი. იქ ცხოვრება, იქ ქონება, იქ მუდმივი სიარული, იქ შვილების განათლება, უკვე შვილიშვილების თაობას გადავიდა. ბოდიში რომ ჩაგეჭრება, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი კატია პეტროვსკაია, ცნობილი ესეთი გერმანულ ენოვანი მწერალი, სიამოვნებაში უკრაინელი მწერალი და კატია იყო მიწვეული მემორიალის მიერ, ჯერს კიდევ სანამ დახურავდა მემორიალი ამ კონფერენციაზე და მეუბნებოდა რომ აი ზუსტად ესეთი ახალი დაწყებული თუ ომის დასაწყისი ომი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, მალე იწყებოდა, რომ აი გაოგნებული ვიყავიო იმ ცხოვრების ხარისხით და დონით, როგორც მოსკოვში ცხოვრობდნენ, მათ შორის დისიდენტები, ეგრეთ წოდებული დისიდენტები. ანუ ეს კეთილდღეობა ეხებოდა ყველას, ანუ ასე ვერავინ ვერ ცხოვრობსო ბერლინშიო. მაშინ იყო ის განცდა, რომ იცი რა, ყველასთვის კომფორტულია ის პოზიცია, რაშიც ვართ, მათ შორის დისიდენტებისთვის, რომლებიც რეალურად იმ გაჭირვებაში არ იყვნენ, რაშიც ჩვეულებრივი, ეხლა რაშიც მაგალითად საქართველოში დისიდენტები არიან. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეიცვალა ყველაფერი და მივიდა ეხლა ინტერნეტის აკრძალვამდე, ანუ უკვე ინტერნეტი აღარ აქვს, არა თუ დასავლური კეთილდღეობა. არა, ბევრი სხვა რამე აღარ აქვს, აი ისევ ელიტის და რეჟიმის, მათ შორის რეჟიმის წარმომადგენლების. ხო, უკვე ინტერნეტიც კი აღარ აქვს მაგას ვამბობ. კუთხიდან რომ შევხედოთ ამ ამბავს, ადამიანებისა, რომელსაც ჰქონდათ ყველაზე უფრო მაღალი დონე ფუფუნებისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება სხვებსაც ჰქონდათ მილიარდები დასავლეთში, უბრალოდ ამგვარად აი ესე
ფანტვით და ესე ვულგარულად ხო არავინ არ იყენებდა ამ ბუბნებას, უცბად ამათი ცხოვრების წესი დაანგრია პუტინმა. ანუ ყველაფერი რის გამოც ისინი შეუერთდნენ აი ამ სისტემას, რის გამოც პრაქტიკულად დაუპირისპირდნენ თავისივე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ეს ყველაფერი მტრად უქცია პუტინმა. მართალია თავდაპირველად ხარ დაუჭირეს, რადგან როგორც პუტინი მოტყუდა, არ ვიცი, თავი FSB-ს სადაზვერო მონაცემები იყო ასეთი, ალბათ იყო. ისე პუტინის აი ეს დაპირება, რომ აი ახლა გადაურბენ უკრაინას და მოსკოვი იქცევა ისევ მესამე რომად, ეს დაპირება თავდაპირველად აღიქვეს, მაგრამ დღეს სრულად აშკარაა, რომ მათ აქვთ ყველა მიზეზი პუტინის მიმართ ნდობა როგორც ძლიერი და ეფექტური ლიდერისადმი ჰქონდათ დაკარგული. ეგ კი არა, აგერ ქართულენოვან რუსულ წრეებშიც კი, ამაზე ვილაპარაკებთ, როგორ იცვლება ეს რიტორიკა და რას ნიშნავს ნიშნავს ეს პუტინის მიმართ იმედგაცრუება, ხო? და მოგვიანებით ვილაპარაკებთ. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ პუტინს ჰქონდეს შიში სასახლის გადატრიალებისა, რადგან ყველა სხვა რისკები მას დიდი ხნის წინ აქვს ნიველირებული. ხალხის დადებით თუ კეთილი განწყობა მის მიმართ პოლიტიკურ ჰავაზე, მით უმეტეს რაღაცა კონკრეტულ ცვლილებებზე ვერ იმოქმედებს. ახლა არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც სახალხო რევოლუცია მომხდარა რუსეთში. ხელისუფლება შეცვლილა არაერთხელ, მაგრამ არასოდეს ის არ ყოფილა ქვეიდან ზევით. ეს ყოველთვის იყო რაღაცა ადგილობრივი მოკლე ვიწრო ჯგუფის მიერ ძალაუფლების მიტაცია. ხო. დღეს პუტინი არ შეიძლება არ ხედავდეს ამ რისკს და ერთად მთავარი ყველაზე უფრო რეალური რისკი არის მისი რეჟიმის შიგნით ფიქრი იმაზე, რომ რეჟიმს სჭირდება სტაბილიზება და გამოცვლა ახალი უფრო სანდო ლიდერით პუტინს, რომელმაც გამოავლინა უუნარობა, დასუსტება და რაციონალური და საღიაზრის მქონე. იმიტომ რომ პუტინმა ყველაფერი ეს დაკარგა, ანუ კაცი რომელიც მთელ როგორც ამ ამ ინფორმაციითაც გახდა ცნობილი და მანამდეაც ბუნებრივი იყო ეს თავისი დღის და რაღაცა ცხოვრების უდიდეს ნაწილს ბუნკერებში ატარებს, სადღაც ყველა რეალობასთან აბსოლუტურად მოწყვეტილი, მისი ძალიან ბევრი გამოსვლა არის წინასწარ ჩაწერილი. მოკლედ ისე საინტერესოა, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი რა დუღირს ამ დიქტატორებს ესეთი ცხოვრება, ბუნკერში რო უნდა გაატარო, ივანიშვილის არ იყოს, იმას თავისი ბუნკერები აქვს, ანუ მიწის ზედა ბუნკერები, ასე ვთქვათ. იქ თუ უნდა გაატარო თელი ცხოვრება და ვერ დატკბეს სიცოცხლე, აი რა გინდა ამ ხელა ძალაუფლება, ეს არის საინტერესო. აი ჩვენ ოდომოგვიანებით გადმოვალთ ქართული ოცნების მხარდამჭერების რიტორიკის შეცვლამდე და დღეს ბოჭორიშვილმა ესეთი განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართ, აქამდე რო არ გაუკეთებია რა და ოკუპანტი ეძახა. მანამდე აი მოდით საინტერესოა ჩვენ მაყურებლისთვის ავხსნათ, ვინც თვალს ვერ ადევნებს რუსულ ინფორმაციებს, აი როგორ მოხდა ამ ინტერნეტის შეზღუდვა, აი ნაბიჯ. კი ბატონო. მე როგორ შედიოდნენ ამ VPN-ის საშუალებით, ანუ ტექნიკური მხარეც ავუხსნა. პირველ რიგში თქვენ კითხვას გამოვეხმაურებ, მართლაც რა დუღირს ესეთ ლიდერს, ალბათ ეს არის ფასი, როდესაც საკუთარ თავს დაარქმევს სუვერენიტეტს. არა თუ სუვერენს, არამედ სუვერენიტეტს. დაგეთანხმებით რუსეთში ხალხი პუტინმა კი არ გამორთო პოლიტიკური სათვალავი და რუსეთში არ არსებობს ისტორიული მონაკვეთი, როდესაც ხალხი საერთოდ პოლიტიკურ სათვალავში იყო. არსებობს ძალიან მცირე მონაკვეთები და უბრალოდ მათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება და ასევე მადლობა სურკოვი რო აღნიშნე, იმიტომ რომ ეს როგორ იყო მართლაც ციფრული სუვერენიტეტი, ხო? და ძალიან საინტერესოა, რომ ეს ანუ ჩვენი ინტერნეტი გვექნება და აქვს რაღაცა მაქსი, ხო? რუნეტი. ესაც უნდა გამოდის. აუცილებლად ჩვენ მაყურებელს უნდა ვურჩიოთ, რომ დაგუგლონ სუვერენ ინტერნეტ კომედი კლუბ. არ ვიცი ეგ როგორ განმარტებს, უბრალოდ თავის მხრივ ძალიან საინტერესოა, ჯერ იგივე სურკოვის სკოლამ რო ძალიან კარგად იმუშავა, ეს რაც არის დემოკრატიული მოქმედებები არადემოკრატიული მიზნებისთვის. ანუ საკანონმდებლო ბაზა ისე მოაწესრიგეს, გეგონება აი მაგას ელოდა რუსი ერი, რომელსაც თავის მხრივ განმარტება. არა აქ რომ თავარი არის, რომ ფურცელზე არის ყველაფერი კარგად და პირველად პუტინი აი ამ სიტყვას სუვერენული ინტერნეტ სუვერენიტეტი აჟღერებს 2014 წელს
და ამბობს, რომ საერთოდ დროა მიმართულებით ქვეყანამ განვითარება დაიწყოს, აქ კიდე ძალიან სასაცილო პასაჟს აკეთებს, რომ ზოგადად ეროვნული რესურსების წახალისება უნდა დაიწყოს, მოკლედ ამ სიტყვებს ისაკუთრებს პირადად თვითონ, ის ხო, რა თქმა უნდა, სტალინი 2-0-ია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შორის ასევე გამოვეხმაურებ, კარგად ჩაშერეთ თქვენ პუტინის ისტორია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინს აქვს ესეთი პუტინის ნამდვილი სახე ჩვენ დავინახეთ 2007-ში მიუნხენში. მანამდე აქვს ესეთი 7 წლიანი მონაკვეთი, სადაც მაშინდელი ანალიტიკოსები წერდნენ, რომ ესო რუსი ათათურქი იქნება, იმიტომ რომ 98 წელს NTV-ზე ინტერვიუში აქ რომ რუსეთმა საერთოდ უნდა დაივიწყოს იმპერიალისტური წარსული, აღარ იყოს რევიზიონისტი, რა ყირიმია, რას ამბობო, ყირიმის როგორ შეიძლება რომ პრეტენზია გქონდესო და თუ ესე ყველაფერის რევიზია გავაკეთეთო, მაშინ დაირღვევა საერთაშორისო წესრიგიო. 2014 წელს ამას ახსენებს და ძალიან საინტერესო და სასაცილო რაღაცას ამბობს, რომ მოკლედო ყველა მიცითო, რომ ინტერნეტიო ზოგადად არისო და დააკვირდით სიტყვებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეცპროექტიო. აი თუ ვინმეს გაქვთ ნანახი ჯობსის ეს ვიდეო, როდესაც სტივ ჯობსის ინტერნეტს წინასწარმეტყველებს, როგორი გაჟღენთილია რაღაც ენტერპრენიორული რომანტიზმით. ადამიანი ლაპარაკობს რაღაც მომავალზე და აი სახეზე აწერია, რომ მოკლედ ისტორია ძალიან ბევრი წლის შემდეგ, აი როგორც იყოფა ხოლმე სამყაროები რაღაც ქრისტეს შობამდე, მერე ვესტფალიის ზავამდე, მერე ეგრე ოდესღაც ისტორია გაიყოფა ინტერნეტამდე და მერე და აი ამას ქადაგებს სტივ ჯობსი და სტივ პუტინი ამბობს, რომ მოკლედ ესო CRU-ს პროექტია რა რუსულად რო ვთქვათ. და მოკლედ ამის საწინააღმდეგოდ რუნეტი უნდა განვავითაროთ. 2019 წელს უკვე იღებენ კანონს, მერე მედვედევი მიყვება ამ ნარატივს ძალიან ისე, რომ მოკლედ ეს რუნეტი უნდა იყოს სუვერენიტეტი. ინტერნეტზე სხვა შეიძლება ძალიან საინტერესოა თვითონ ტერმინი ინტერნეტ სუვერენიტეტი, რომელიც 90-იანებში წარმოიშვა და გულისხმობდა თავად ინტერნეტის სუვერენიტეტს. ანუ როგორც საინფორმაციო ქსელის, რომელიც საერთოდ არაფერს არ ექვემდებარებოდა, ხოლო და თვითონ ინტერნეტ სუვერენიტეტი ქვეყნის კონტექსტში აბსოლუტურად სწორად თქვი, ეს არის ჩინური იდეა, მათ გააჟღერეს პირველად, რომ ინტერნეტი არისო ჩინეთის სუვერენიტეტის იურისდიქციაშიო. ანუ ჯამში სადღაც მგონი ჩვენ ვუყურებთ ჩინეთიზაციის დასაწყის, ხო? რაღაც ახალი რკინის ფარდა ანონსდება, იმიტომ რომ საინტერესო რა არის და ჯერ ზოგადად ახსნათ ჩინეთს როგორ აქვს, ჯერ ეს ახსნათ, ხო? ჩინეთს, შიგნით როგორ აქვს? ხო, ინტერნეტი, ანუ შენ ვერ შეხვალ ყველა საიტზე, შენ შეხვალ მხოლოდ იმ საიტებზე, ხო? და white-list-ები მუშაობს. ანუ მარტო იმ საიტებს შეხედავ, რომელსაც მე გაჩვენ, მაგრამ საინტერესო არის. დაშვებულია სახელმწიფოს მიერ, ხო? ოღონდ, აი მან განსხვავება რა არის? წარმოგიდგენთ, ჩინეთიზებული რუსეთი რასასაცილოა, იმიტომ რომ ჩინეთი არ არის პოლიტიკური აზრის ექსპორტიორი. ან რუსეთი აქამდე რას აკეთებდა, ხო? ნებისმიერი ინფორმაცია შემოიტანეთ, კრემლი ამ ნარატივს გადავამუშავებთ, ყავს აგერ დუგინი, ყავს სურკოვი, ერთი იტყვის რა მოუყვეთ, მეორე იტყვის როგორ მოუყვეთ და ამ ყველაფერს აღვასრულებთ და უკან დაგიბრუნებთ ჩვენს ნარატივს Russia Today-ის მეშვეობით. და ვარ ჩემი რუსეთის პოლიტიკური აზრის ექსპორტერი. ჩინეთს ამაზე ამბიცია არასდროს არ ქონია. და ეხა ანუ თავის ესეთ პოლიტიკური აზრის ისეთი ტირაჟირება, როგორც ამას რუსეთი აკეთებს ან საკუთარი თავისთვის სახელების დარქმევის მართლა არ იყოს მესამე რომიდან დაწყებული, არ ვიცი დღეს საერთოდ რაც არის, რა არიან, მაგრამ რაც არიან, ვიცი რა არიან, იმიტომ რომ დუგინმა უკვე ის აიკვიატა ეს სიტყვა და ძალიან მაინტერესებს სადამდე მიყავს იმპერია. ანუ ეს შემოაბრუნა ეს ნარატივში. გუშინაც ჰქონდა Twitter-ზე დაწერილი, რომ იმპერია, ქრისტიანობა, მოკლედ რაღაცა ტრიადა, ახალი ტრიადა დადო და პირველი ტრიადა იწყება სიტყვით იმპერია. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უბრალოდ დრო გაჩვენეს რისკენ მიდის, ხო და აქედან გამომდინარე, ეხლა თუ რკინის ფარდას აანონსებს რუსეთი და ამბობს, რომ მე ინტერნეტს მოვიხმარ ისე, როგორც მოიხმარს ჩინეთი, მაშინ პრაქტიკულად ეს უარია საკუთარი პოლიტიკური აზრის ექსპორტის განხორციელებაზე, იმიტომ რომ აქამდე პრეცედენტი ჩაკეტილი საინფორმაციო ჩაკეტილი სივრცის, რომელიც თავის პოლიტიკურ აზრს გარეთ ტირაჟირებს, როგორც ესეთი არ გვაქვს, ან ამ საშინაო დავალებასაც რამენაირად დაძლევენ და შეიძლება კვლავ მორიგი სასაცილო ნარატივები მოვისმენ. ხო, მაგრამ აი როგორ იყო გიორგი, აი ეს ეხლა როგორ განვითარდა, ძალიან საინტერესო წინა ისტორია მოყვა ზურა, მაგრამ აი ეხლა როგორ განვითარდა, იყო ცდელობები, რომ მე VPN-ი შესულიყვნენ ამ დაბლოკილ, ასე ვთქვათ, საიტებზე, შემდეგ იყო რომ VPN-ს მის გამოიყენებ და დაჯარიმდებოდა, თუ VPN-ს იყენებ, რაღაცას ვერ შეხვალ უკვე, არადასანქცირებული იმაზე. მოკლედ დიდი ესეთი ტექნიკური ამბები იყო, რომელიც ხო, ცოტა მე რომელშიც გარკვევა მე ცოტა გაბიჭირდა. რადგან
ინტერნეტზე ვყავარებთ ერთი პატარა ამბავი და მოყვერა ცოტა ხნის წინ წავიკითხე საბჭოთა კავშირზე გვიან წლებზე გამოვიდა ერთ საინტერესო წიგნი და იქ ანუ ნელ-ნელა ქვეყნდება ეს პოლიტბიუროს მოკლედ რას ლაპარაკობდნენ პოლიტბიუროზე ეს რა ჩანაწერები და ესე რაღაც ბრეჟნევის პერიოდი, მაგრამ ბრეჟნევი არ არის იმ მომენტში მოსკოვში და სუსლოვი თავმჯდომარეობს და საბჭოთა მეცნიერებმა მიუტანეს პროექტი პოლიტბიუროს, რაც პრაქტიკულად ამერიკელებს პარალელურად გულისხმობდა საბჭოთა ინტერნეტის შექმნას. და სუსლოვმა დახედა და ეს მე მგონია ზედმეტად ფუნდამენტური რაღაც არისო, ძალიან რაღაც საშიში და ძლავრი რაღაც არისო და მოდითო ჯერჯერობით ნუ გადავდგავთ და დრამატულ ნაბიჯად დავაკვირდეთ, რაც რეალურად იმას შეიძლება თაროზე შემოძდეს და როცა ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად ახალ ციფრულ რეალობაში შევიდა და წარმოუდგენელი განვითარება მიიღო, საბჭოთა კავშირმა უბრალოდ უარი თქვა ამ პროექტზე, ძალიან მომეწონა ეს ამბავი, რომ წავიკითხე საინტერესო იყო. რაც შეეხება თვითონ ინტერნეტის შეზღუდვას და რუსეთში როგორ მუშაობს და ჩინეთში გარეთი განსხვავდება, ჩინეთში იმდენად კარგად მუშაობს ეს პარალელური საკუთარი პლატფორმები, რომ ჩინეთის მოსახლეობას არ აქვს მოთხოვნა პირობით Twitter-ზე, Facebook-ზე და შემდეგ, იმიტომ თავისიც მოწოს. იგივე TikTok-ი, რომელიც ჩინურია, ჩინეთში რა TikTok-საც იყენებენ და გლობალური TikTok-ი, ეგეც სხვადასხვა, ისინი იზოლირებული არის ერთმანეთისგან. შესაბამისად, ჩინეთში ხმარობენ VPN-ს, მაგრამ ძალიან ცოტა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე მილიონი ადამიანს, ნუ კაი შევა 10, რავი 20 იყოს რა, თელ ჩინეთის მოსახლეობაზე რაც ვლაპარაკობთ, კომიკური რიცხვია. რუსეთში იმდენად მიჩვეული იყო ხალხი ამ დასავლურ პლატფორმებს და ინტერნეტის თავისუფალ გამოყენებას, რომ უფროსი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარი, აქაც ზუსტი რიცხვები არ ვიცი, მაგრამ ძალიან, ანუ ათობით მილიონი ადამიანი, რაც რუსეთისთვის ძალიან ბევრი არის, შეიძლება 50 მილიონზე მეტიც კი ხმარობს VPN-ს. მათთვის მოდი ესეც ავხსნათ რა არის. VPN-ი არის სისტემა, რომელიც როცა შენი სახელმწიფო ბლოკავს მაგალითად YouTube-ს, შენ VPN-ის საშუალებით ატყუებს სისტემას და ანუ სისტემა ვერ ხვდება, რომ შენ რუსეთიდან შედიხარ, გონია რომ პირველად შვედეთიდან შედიხარ და როგორც შვედეთის მომხმარებელი შედიხარ და ხმარობ YouTube-ს ან Instagram-ს ან სხვა აკრძალულ პლატფორმებს. მე იყო ეს სისტემა თითქოს თეთრი საიტების, თეთრი სიები, რომ აი ინტერნეტი როცა ითიშება, მაინც უნდა იმუშაოს ამ საიტებმა, მაგრამ არ მუშაობს. ზოგადად თავიდან დავიწყეთ, რომ ძალოვანობა აქვს რაღაცა მაქსი თავისი აპლიკაცია, ხო? ანუ FSB-ს მეორე სამმართველომ როცა აიღო ხელში სადავეები, იმდენად დააჩქარეს ეს პროცესი, რომ ტექნიკურად ვერ დაეწია ამ ალტერნატივების, ხო, ისედაც ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა და ამიტომ ისედაც რთულად მუშაობს ხოლმე პროექტები. ომის მერე კიდევ უფრო გართულდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ გლობალურ სამყაროში ეს იზოლირებულად ვერ ამუშავებს შენ ვერაფერს კარგად და კიდე აი ამ ძალოვანების და დაჩქარების პირობებში ეს მაქსი მაგალითად ანუ ვერ მოასწრეს უბრალოდ ნორმალურად ეს კირიენკოს პროექტი იყო და ალბათ გამართავდა ბოლო-ბოლო, მაგრამ იმდენად დააჩქარეს ეს პროცესი, რომ ეს მაქსი არ მუშაობს ნორმალურად, ამიტომ მოსახლეობას არ მოწონს და ყველა ლანძღავს ამ მაქსს და ეს ინტერნეტი გახდა ნაღმი მოსახლეობის გაბრაზების. მე გეთანხმებით იმას, რომ მოსახლეობას არ აქვს დიდი წონა, თუმცა ჩვენ რამდენადაც ვიცით, პუტინს როგორც წესი, მაინც ადარდებდა ხოლმე ამ თავისი რეიტინგი, ანუ სულ უხაროდა ხოლმე, რომ მაღალი რეიტინგი აქვს და ავტოკრატიებში აი ამ მონაცემების გამოკითხვების პირდაპირ ნდობა არ არსებობს, მაგრამ მკვლევარები მაინც ახერხებენ, რომ უყურონ, მაინც აიკითხონ რაღაც ტენდენციები. თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირ პუტინის ლოიალური ფციომი და ფომი, რომელიც არის პირდაპირ სახელმწიფო სოციოლოგიური ორგანიზაციები, რომელიც ატარებენ გამოკითხვებს, მათთანაც კი დაფიქსირდა პუტინის რეიტინგის სერიოზული კლება, იმდენად რომ შეაჩერეს საერთოდ ამის გამოქვეყნება, მერე მეთოდოლოგია შეცვალეს და კვლავ გამოქვეყნეს, რომელთაც ახლა ვითომ ისევ შედარებით აწეული რეიტინგი აქვს. თუ ოფიციალურ მონაცემებითაც კი პუტინს დაგდებული აქვს რეიტინგი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რეალურად რამდენად დაგდებული არის რეიტინგი და ანუ იმდენად არ მოწონს და ანუ იმდენად ანერვიულებული არის სისტემა, რომ ოპოზიცია, რომ ქვეყანაშიც ოპოზიცია არ არსებობს, აი რაღაცა რას არსებობს, იმასაც კი საოცრად ებრძვიან, მაგალითად ეს იაბლოკა ლიბერალური პარტია, რომელიც ნუ აი რავი, რაც
ბოლო 20 წელია საერთოდ არაფერი სერიოზული აღარ გაუკეთებიათ, არაფერზე პრეტენზია არ აქვს, უცებ აიღეს და დაიწყეს მათი დაჭერა და სერიოზული რეპრესიები, რომ ვიღაცას ილუზიაც კი არ შეექმნას, რომ რამე ალტერნატივა არსებობს. ანუ ის რომ გარკვეულ თან არჩევნებია შემოქმედება. არჩევნები არის შემოდგომადი და სხვათა შორის, ანუ მე რა თქმა უნდა, რუსეთში არ არსებობს არანაირი თავისუფალი არჩევნები, მაგრამ არჩევნებისადმი ავტორიტარულ ხელისუფლებებს არ აქვთ ხოლმე ზედაპირული დამოკიდებულება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს არის გარკვეული კონცენტრაციის წერტილი და ჩვენ გვინახავს ავტორიტარული სახელმწიფოები, რომელშიც თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუნდაც ბელარუსი გავიხსენოთ 2020 წელს, ხო? ვინ იფიქრებდა, რომ ბელარუსში შეიძლება და ასეთი რამ მოხდარიყო და ეს ძალიან არ მოეწონა მაშინ პუტინს და ამიტომ მაქსიმალურად ვთქვობს, რომ ყველაფერი გადაკეთოს და ეს საწყალი იაბლოკოც გაანადგუროს. ეხლა მინდა გადავიდე თვითონ პუტინის და რუსეთის მდგომარეობის შეფასებაზე. რომ გადახედო უკვე YouTube-ის პოდკასტებს, ნუ ყველა ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორი მძიმე დღეშია რუსეთი, როგორ კრიზისში შევიდა და თან ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპა პრინციპში სრული კარტ ბლანში მისცა, ანუ თავისი დამოკიდებულებით და ეს ვერ გამოიყენა რუსეთმა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას დიდი ეკონომიკური აღმავლობა უნდა მოეტანა რუსეთისთვის, მაგრამ ამ პერიოდში ზუსტად დაწინაურდა უკრაინა ძალიან ტექნოლოგიურად, აი ესეთი სრულად გარღვევა მოხდა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ რაღაც რობოტი მანქანები, რომლებიც გადიან ფრონტზე, რომელსაც შეუძლიათ რუსი ჯარისკაცების დახოცვა, რომელსაც შეუძლიათ სხვა გამოყვანა ადამიანების იქედან, ანუ მაქსიმალურად გაფრთხილება ცოცხალი ძალის, ტყვეთაყვანა შეუძლიათ და დრონები, რომლებიც ძალიან სიღრმეში მიდიან და ფაქტობრივად რაც მოხდა 9 მაისს, ეს იყო სრული, ასე ვთქვათ, თაბლაფის დასხმა რუსეთისთვის, როცა ასეთი ღაღლუმი ჩაატარა, ხო და ეხვეწებოდა ფაქტობრივად. ანუ უბრალოდ ზელენსკიმ მისცა უფლება, რომ ჩაეტარებინა აღლუმი. ამ დონეზე დავედით. და აი ეხლა არის ძალიან ასე ვთქვათ თითქოს ოპტიმისტური, ყველაზე სკეპტიკოსებიც კი არიან ოპტიმისტურად განწყობილები უკრაინის მიმართ და რუბიომ თქვა, რომ ეგეთი ძლიერი არმია ევროპას საერთოდ არ ყავსო და 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი უკვდება რუსეთს. ნუ რუსეთი რომ არასახარბიელო მდგომარეობაშია, დღეს თავად რუსები აღიარებენ ამას. ამის გამოსხატულება იყო 9 მაისის აღლუმი. აღლუმის მთელი დანიშნულება არის რაღაცა ვიზუალური გზავნილის გავრცელება და თუ კი რაიმე გავრცელა 9 მაისს პუტინმა იყო კრიზისულ მდგომარეობაში ყოფნა. აღლუმი ტექნიკის გარეშე, აღლუმი დღესასწაული სტუმრების გარეშე, კანტიკუნდათ 1-2 და თვითონ პუტინი ის თუ როგორ გამოიყურებოდა ლაოსის პრემიერ თუ ვიღაც ჩამოიყვანეს როგორ გამოიყურებოდა თვითონ როგორი დაკარგული აქვს მას რიხი და ასე შემდეგ ეს მისი ჩამოღვენთილი ფილერი და ბოტოქსები რომელიც ვეღარ ნიღბავს ვეღარ იჭერს სახეს ხო ეს ყველაფერი ნუ პირდაპირ ნიშნავთ რაღაც საცუდავი სანახავი იყო ოღონდ ხა ჩვენ არ უნდა შევიდეთ ხიბლში და გვეგონოს რომ ამით რაღაცა დასრულდა რუსეთს აქვს ძალიან მაღალი ზღურბლი გაჭირვების და კრიზისების ატანის ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს არ ნიშნავს რომ ამით სრულდება პუტინისთვის შეიძლება პირადად დასრულდეს რა პოზიციას დაიკავებს ვინც მას შეცვლის ამის თქმა ჯერ ადრეა და ძნელია ნუ დიდი ალბათობით ისინი უფრო განწყობილი იქნებიან რაღაც შეთანხმებაზე დასალაპარაკებლად ოღონდ ის რომ უკან დაიხევენ და აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტს მის საერთაშორისო და აღიარებულ ფარგლებში ეს რამდენად რეალისტური მოლოდინი შეიძლება იყოს ვერ გეტყვით და სულაც არ არის გამორიცხული რომ მივიღოთ პუტინზე უფრო ეფექტური დიქტატორი ამის გამორიცხვა შეუძლებელია რუსეთის ისტორია პრინციპში ასეთ სურათს ხატავს ხო იმიტომ რომ როდესაც დაემხო პირველი სოფლიო ომის დროს და მის შედეგად რუსეთის იმპერია რომელმაც დროებით დათმო უგზარმაზარი ტერიტორია არაერთმა ხალხმა მათ შორის საქართველოს დროებით მოიპოვა თავისუფლება მერე მოვიდა უფრო სისხლმოწყურებული და უფრო ეფექტური დიქტატურა. ანუ
თვითმკვლელობის უფრო უარესი ფორმა მივიღეთ საბჭოთა ხელისუფლების სახით და შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ დროებით არც მთლად დემოკრატიული რუსეთის ქცევად ძალიან ცუდი იყო ჩვენს მიმართ და შემდეგ ყველაფერი დასრულდა პუტინის ამ ღია თვითმკვლელური დიქტატურით, რომელიც ასევე აღმოჩნდა პირველი რუსული იმპერიის საბჭოთა კავშირის მსგავსად ექსპანსიონისტურად, ხო? რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ბოლო კი გვაგონებს დღეს შექმნილ სიტუაციას, როდესაც როგორც თქვი, უფრო მეტი აქვს მეცა მოპოტინებული, ვიდრე მისი ეკონომიკის უნარს შესწევს ამის უზრუნველყოფა, ასე რომ შეიძლება ესეც ასე დასრულოს, ოღონდ არ გქონდეს თქო ილუზია, რომ რაღაცა უკეთესი პოლიტიკური სისტემით ჩანაცვლდება დღევანდელი და ეს ყველაზე მეტად უნდა გაითვალისწინონ ალბათ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მეგობრებმა, რომ რუსეთის დემოკრატიული რუსეთის შესახებ რაღაცა ბოდვების ნაცვლად და მათი ამ დემოკრატიული რუსეთის მშენებლობაში რესურსების ჩადების ნაცვლად ჯერ რუსეთის მეზობლები დაიცვან უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება რუსეთისაგან სამუდამ მომავალში და მერე დაეხმარონ წარმატებას უსრულებ რუსეთის რუს დემოკრატებს. აი მერე მხოლოდ მას შემდეგ რაც გარანტირებული იქნება რუსეთის მეზობლების უსაფრთხოება. თუ შეიძლება შენცნებართვით დაუბრუნდები რუსული ინტერნეტის საკითხს. კი ბატონო. თქვენ არაიტაცეთ ჩემი შეთავაზება, შეიძლება არ გაქვთ ნანახი. არა, ბაგლანახი და ამიტომ ვერ გავიგეთ ეს. 10 წლის წინ რუსეთში რომ შედარებით მეტი შესახებ შეიძლებოდა ხუმრობა, რუსულ კომედი კლუბში დადგეს ესეთი სკეჩი სუვერენული ინტერნეტის შესახებ, რომელიც ასე გამოიყურება, რომ სამხედროები, რომლებსაც დაავალეს სუვერენული ინტერნეტის შექმნა, უფროსი იბარებს შესრულებულ დავალებას ტექნიკოსისგან. Ну ის აჩვენებს, რომ აი აცი ჩვენი ინტერნეტი არის დაცული და რომ ჩაწერ ნავალნი, ამოდის მედვედევი მაგალითად. ჩაწერ იქ რაღაცას, ამოდის, ეგეთი რამე არ არსებობს და ასე შემდეგ. მაგალითად, მაშინ Skype იყო სერიოზული ამბავი, კომუნიკაციის მთავარი საქმე და Skype-ის ნაცვლად არის სუვერენული რუსული, აი რაც ახლა მაქსი. რეალურად გააკეთეს ყველაფერი ის, რაც იმ სკეჩში ეწერა, ოღონდ რაც რუსები იხეოდნენ სიცილით და იმ Skype-ის შესაძლებლობაში რომ უმრეკავს ეს ოფიცერი ტესტირებისთვის თავის ცოლს და იქ ვიღაცა ტიპი ჩდება პატარა ფანჯარაში ოფიცერი რომელიც ეს რა არისო ეკითხება ჩვენი Skype-იო ჩვენი ინტერნეტიო აი დასალურისგან განსხვავებით არ მალავს რომ გისმენთო და უსაფრთხოდ ილაპარაკებთ თქვენს ერთმანეთს შორის და ასე შემდეგ ასე რომ ამაზე იცინოდნენ, скребოდნენ და საკმაოდ ნიჭიერად არის გაკეთებული. И скоро по всей нашей родине заколосится наш родной суверенный интернет. Так, ну показывайте, что вы там придумали. Запускайте свою электронно-вычислительную машину. А? Сейчас прогреется. Давай. О! Აი ეს სასაცილო რო არ ყოფნიდა იმ კეთილდღეობის მქონე საშუალო რუსულ კლასს დღეს იმ რეალობაში აღმოჩნდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე იცინოდნენ, დღეს არიან ინტერნეტის გარეშე. მოკლედ, მაგიტო ვამბობ, რომ აი ეხლაც კი არიან ადამიანები, რომელსაც რო ეტყვი, რომ საქართველოში დადგება თუ არაფერი არ შევცვალეთ. ლოგიკას მივყავართ იქამდე, დიქტატურის ლოგიკას, რომ ამას მოყვეს ინტერნეტის შეზღუდვა. და დღესაც კი, როცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ამ ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებს და საუკეთესო სტუდენტებს და ამაზე რეაქცია არ აქვს. ხალხს ყოველდღიურ ბანალობად იქცა, მართლა ბოროტება გახდა ბანალური. აი ეს ხალხი, რომელსაც ამაზე რეაქცია არ აქვს, ამბობს, რომ რა ინტერნეტის შეზღუდვა მოიცა რა, ჯქელი ხალხი ქუჩაში გამოვა. აგერ რუსეთშიც გაჩერდა პატარა ბიზნესები, აი როზენბერგი რო ვთქვი, ვაჩვენებთ ახლა პატარა ნაწილს, სადაც სკალი, რომელსაც საფუნთუში აქვს, მიდის რაღაცა სახელმწიფო დაწესებულებაში და განცხადებას უნდა მოაწეროს ხოლმე, რომ ინტერნეტი აღადგინონ. Ну, იცის რომ აბსოლუტურად ამაოა მისი ეს, ასე ვთქვათ, ნაბიჯი, მაგრამ მაინც აკეთებს ამას და იქაც ბევრი ხალხი კი არ არის. My business is entirely on internet.
and each time it's a huge loss for me. And I'm supporting my own family, and I'm supporting families of my employees, and therefore we are losing money every time there is a blockage of internet, there is a blockage of Telegram, there is a blockage of WhatsApp. We are losing, and no one is caring about me. ანუ ვერაფერს ვერ აკეთებენ. ამაზე მინდა აი ბარემ ამაზე ვთქვათ და შემდეგ რამდენად რეალისტურია საქართველოში ამის გაკეთება და ერთი მცირე პასაჟის უფლება მომიცით თუ შეიძლება მე ერთეულ საქართველოს მოქალაქეს ზურაშ არ შეინძეს და აქ თქვენ სტუმარს ოდესღაც ჩემი ხელით მაქვს დაკავშირებული პუტინი და ინტერნეტი და დღეს ღიმილს მგვრის აქ რო ვარ და ამ თემაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ თარიღი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ისტორია შეინახავს, როგორც რუსეთის დასასრულის დასაწყისი, ეს არის 22 წლის 22 თებერვალი, როდის გამოდის პუტინი და ამბობს სიტყვას 22, იმიტომ რომ 24-ში უკვე ჯარი შედის. 22-ია. 8 საათზე არის დაგეგმილი სიტყვა, 4 საათზე ურეკავ ჩემს ტექნიკურ ჯგუფს და მეუბნები, რომ ხალხო, ეს მწვანე საანთებს უკრაინაში შესვლაზე გეხვეწებით სწრაფად გაუშვათ ბლოკჩეინზე კოდი და მივცეთ. მოკლედ ესეთი ბარათები გამოვფინეთ ბლოკჩეინზე, სადაც წინიდან ეწერა მკვდარია თუ არა პუტინი, პასუხი იყო ჯერ არა და ამ ბარათის უკან შეგეძლო ბლოკჩეინზე დაგეწერა შენი შეფასება პუტინის როგორც პიროვნების და ვთქვით რომ კოდი ამ ბარათებს ყოველას ერთნაირად ერთ მომენტში ამოატრიალებს როცა მოკვდება. ანუ როდესაც კოდი და რაღაცა ვალიდური წყარო მივაბით მაშინ BBC-სგან მიიღებს ინფორმაციას ბლოკჩეინის კოდი რომ პუტინი აღარ არსებობს, ეს ყველა ბარათი ამოტრიალდება და ადამიანები ნახავენ ბლოკჩეინზე, რომელსაც ვერანაირი რუსული სუვერენიტეტი ვერ შეზღუდავს. რას ფიქრობდა ხალხი პუტინზე? ყოველ შემთხვევაში ეს რაც აი მაშინ მოვასწარით 4 საათში. რაც შეეხება ჩვენ რა აქედან მე მგონი ყველაზე არ ვიცი ინტერნეტის გათიშვა არ გათიშვა უბრალოდ ისეთი მოვლენაა რომ წარმოდგენაც არ მინდა არათუ ამაზე კომენტირება. ალბათ აქ მთავარი არის საუბარი ხო აი ვერც დავაკომენტ. არა ზურა ეხლა მე რო შენთვის ერთი წლის წინ მეთქვა რომ ხალხს ტროტუარზე დგომისთვის დაიჭერა. ცხადია აბსოლუტურად მესმის. და შენ იყოდი რომ ამას მეტყოდი რომ აი ეხლა ამაზე კომენტირება არ ხარ არ მინდა ამაზე ამის წარმოდგენა და ამაზე კომენტირება. რკინის არგუმენტია, თუმცა მგონია რომ არანაკლები შესაძლებლობაა რომ იცოდე რომ ეხლა მე მგონი ითქვა რომ კავკასიონს ქეც იქითო რკინის ფარდა ჩამოეფარებაო და მართლა ეხა გიჟი თუ არა ხო და მივარდე და უკაგუდო რომ გეხვეწები აი მე ჩემს იქით ჩამოუშვიო თუ ეს თვითმიზანი არ აქვს ამას პირიქით შესაძლებლობა და არ აღიქვავ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს რა რეალობაა და პირიქით გამიხარდება თქვენთან ერთად ამაზე მსჯელობა. მე იგივე ეს თარიღი რო ვახსენე 22 თებერვალი. შემდგომ უკვე პირველი შეტევა რუსების, შემდგომ პირველი შეფერხება, უკან დახევა და მაშინ ჩემს მეგობრებში ზოგადად პოლიტიკურ წრეებში ტივტივდება ესეთი შეფასება. რუსეთი უნდა დასუსტდეს, მაგრამ არ უნდა დაიშალოს. ეს არის დასავლეთის ყველაზე დიდი ასე თავსატეხი და ასე თქო წუხილი, რომ აი რუსეთი რო დაიშალოს, მე რა გვეშველება. და ამ წუხილს გადააყოლეს ყველაფერი. იგივე იყო ამ კი ზუსტად არ ამბობდა და საბჭოთა კავშირის დაშლა. ერთის ხრი მე მათი წუხილის გასაგებია, ხო, ერთ კონტინენტ ქაოსზე არის ლაპარაკი იმას, რომ თავი გავანებოთ საერთოდ რომელი ბირთვული არსენალი, რომელი მთვალი სამხედროს ხელში აღმოჩნდება. მაგრამ ჯამში აი ეს არის. ანუ რუსეთი უნდა დასუსტდეს, მაგრამ არ უნდა დაიშალოს, ეს არის. თუ რუსეთი საინფორმაციო ჩაკეტვას აპირებს და არ არის ჩინეთი და თავის თავს უნდა დაამსგავოს ჩინეთს, ამაზე მეტ დასუსტებას არ ვიცი კიდე მართლა შემდგომი რაღაც გადატრიალება, მე საინტერესოა ვინ დიქტატორი მოვა, აბსოლუტურად მართალია რომ ელიტების უნდა ეშინოდეს, აბა ხალხის რუსეთში არის შინია ხალხს, განმარტებაც არ აქვს და რა დევნაც ახსენე იაბლოკოს, თითქოს ელფერი დაკრავს, ეს მთლად არ მახსენს, მაგრამ თითქოს ელფერი დაკრავს 28 წლის სტალინის რეპრესიების. ანუ განსხვავებით 37 წლისგან, როდესაც თავისიანებს დაერია იმ ხალხს, რომელსაც ძველი თამაშის წესები ახსოვდა. ну მაშინ პირველი იერიში ვიზეც მიიტანა, აი ხა ეს გეგონება უტრიალდება იმ ხალხს, ვისაც აი ვთქვათ მოჩვენებითი დემოკრატიის თამაშის უფლებას აძლევდა და უნდა რომ ესენი ამოძირკოს და აბსოლუტურად შეიქმნას შემდგომი ახალი დემოკრატია არ არსებობდა. ანუ ზუსტად ივანიშვილის შემთხვევა რო ავიღოთ, ხა მე მაგალითად ძალიან ვამსგავს ერთმანეთს ამ ორ ტიპას, თავისი პარანოიით, თავისი აი რაღაცა მაკბეთის სპირალში შესულით, რომ უკვე ისეთ სპირალში არიან, რომ უკან გამოსასვლელი აღარ არსებობს რა. ხო, ეს სხვათა შორის პუტინის რეზიდენციების თავზეც დაკეტილია საჰაერო სივრცე. საჰაერო სივრცე. აი ხა ზურას არ მოუნდა კომენტირება, შენ მოგინდებოდა კომენტირება იმაზე, რამდენად დიდი საფრთხეა
საქართველოში მსგავსი? ჩემთვის ყველაზე საგანგაშო ერთი რაც ახსენე ტროტუარებზე ადამიანების დაკავება, მეორე კი დავუმატებდი აი Facebook პოსტებზე, TikTok ვიდეოებზე, რამდენიმე წლის წინ ხო, რა ზურა, შენთვის რომ მეკითხათ და Facebook პოსტისთვის ვიღაცას ციხეში ჩასვამენ. ხო, არა, ხუმრობა. მაგაზე ხო იტყოდი, რომ აი არ მინდა სისულელე ხა, მაგაზე დროს არ დავხარჯავ. ორი აზრი არსებობს. ხო, არანაირად მოულოდნელი, ან მით უმეტეს გამორიცხული არ უნდა იყოს ასეთი ქმედება, იმიტომ რომ დღეს ივანიშვილის გარემოცვაში მის იდეოლოგიურ მხარდაჭერაში ყავს ხალხი, რომელიც პირადად თვითონ მონაწილეობდა აი გალიებში ჯდომაში რუსთაველის პროსპექტზე თვეების განმავლობაში და დღეს მხარს უჭერს ტროტუარზე დგომისათვის ხალხის დაჭერას. აი, როდესაც ესეთი ტრანსფორმაცია არის შესაძლებელი, აი ამ დონის უპრინციპობა არანაირად ლოგიკით ივანიშვილის ქმედებების იმის გამორიცხვა, რომ რუსული სცენარის გაგრძელებას ამ სფეროშიც ვიხილავთ საქართველოში არ შეიძლება. უბრალოდ აი რუსეთი რასაც ცდილობს ჩინეთის copy paste და არ გამოდის და რუსეთი ჩინეთთან შედარებით ძალიან პატარა მოთამაშეა ელემენტარულად ეკონომიკას რო შეხედოთ ჩინეთი არის სოფლიო ეკონომიკის მეხუთედი რუსეთი თავზე რაღაც 10 ჯერ პატარა ჰოლანდიას ცოტა უფრო დიდი ნიდერლანდებს ცოტა უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ანუ არ არის სინამდვილეში რუსეთი სოფლიო მასშტაბით იმდენად დიდი რამდენადაც ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს ხოლმე მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის ქართული სუვერენული ინტერნეტი ხო წარმოგიდგებია რა იქნება როგორც რუსეთს არ გამოზდის ჩინეთის დაკოპირება ესენი ძალიან ცდილობენ copy paste რუსული სისტემის მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ გამოუვათ ჩემთვის ძალიან საგანგაშო არის ჩემთვის ძალიან საგანგაშო არის და სახელმწიფო რო არ გაქვს სახელმწიფო რო მოშლილი არის როცა სიტყვის თავისუფლება აღარ გაქვს და პოსტის გამო ადამიანს შეიძლება დაიჭირონ და ტროტუარზე დგომისთვის ეს სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს. თუმცა ის რომ ამათ მაიღონ და ინტერნეტი გათიშონ, რუსეთს თუ ამას სერიოზული ეკონომიკური პრობლემა მოყვება, ჩვენთან ყველაფერი საერთოდ ჩამოიშლება. ჩემი აზრით იმის მიხედვით რომ შეიძლება ცდილობს ის ერთმანეთს ფარსი და პაროდია გამოდის იმ სისტემის, ამ სისტემას არ აქვს უნარი, ის არ არის იმდენად ძლიერი სისტემა, პირიქით მე მგონია რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო აი თუ არ შემდგარი სახელმწიფოსკენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მოწყვლადი სახელმწიფოსკენ მივდივართ, როცა არა თუ მივდივართ არ შემდგარი სახელმწიფოსკენ. ჩამოშლილი. ხო, იქ შუალედურ ტერმინს თავს აი fragile, ხო, failed არის fragile state, ხო, როცა არა თუ ინტერნეტს მთლიანად აკონტროლებს, შეიძლება ელემენტარულ რაღაც ვერ აკონტროლებდეს სახელმწიფო, ხო? მე მარტო მე ხარ მეჩვენება, ხანდენი მიდის, ხაწყალი მიდის, ვეღარ ელემენტარულ გამოწვევებს, რომელსაც სახელმწიფო და ბიუროკრატია უნდა უკლავდებოდეს, იმასაც ვეღარ უმკლავდება. მე ამ რისკს უფრო ხედავ, მაგრამ სანამ ეხა ეს უკვე შიდა პოლიტიკურ თემებზე არ მინდა გადმოსვლა, მაგრამ სანამ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს, ესეთი ხელისუფლებას ინარჩუნებს ძალაუფლებას და ბოროტებას ჩვეულებრივად აგზელებს უპრობლემოდ, ხო? და დიდხანს შეუძლია გააგრძელოს თუ მისი დამარცხებელი არ გამოჩნდა. ერთი რაღაც დამატება მინდოდა, როცა ლაპარაკობთ პუტინის და მის გარემოცვაზე, მე პუტინი, აი ხვალ არ ვიცი, რაღაც მოვიდა, აღარ არის ხვალ პუტინი. და ამოტრიალდა ბლოკჩეინები. მე ბარათები. რა უნდა ამოტრიალდეს? ბარათები. ის პუტინ dead yet. სხვა შეიძლება პირველი უკრაინელებმა დაწერეს. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ რუსეთის დემოკრატიზაცია მეც სამწუხაროდ ზღაპარი მგონია, თუმცა გარკვეული დადებითი მოლოდინი მე მექნებოდა პუტინის ჩამნაცვლებაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როცა ეს იყო პუტინის ახირება ეს ომი და ის მისი თანამოაზრეები ელიტიდან, ვინც იდეოლოგიურად აბსოლუტურად ეთანხმებიან, გამოდის ინფორმაცია, რომ ისინიც კი არ იყვნენ მომხრეები, ხო? კოზაკი, პატრუშევი და ნარიშკინი და ასე შემდეგ. და გვახსოვს ნარიშკინი რომ დააყენა და შეარცხვინა საქვეყნოდ პუტინმა სოუბეზის ყრილობის დროს. საოცრება იყო. აი მე ბავშვებით რო ალუღლუყდა. ისტორიული პარალელები მაზალო რამეა და სიფრთხილე აქვს საჭირო, მაგრამ მე მახსენდება მაინც სტალინის ბოლო წლები და იქაც იყო სხვა შორის ომი, იყო კორეის ომი, რომელიც იყო აბსოლუტურად ჩიხში შესული და უაზრობა იყო ამ ომის გაგრძელება, ისე როგორც სიგიჟე არის ახლა ამ ომის გაგრძელება და მაგიტომაც დაიშალა, გაიყო 4 წელი. ხედავთ რომ დრამატულად არ იცვლება სიტუაცია და მაინც პუტინის ახირება არის ამ ომის გაგრძელება და როგორც კი სტალინი მოკვდა, ძალიან მალე ეს ომი გაჩერდა და ჩვენ ვნახეთ
გარკვეული დათბობა, ხო? აი წეპელი რაც იყო საბჭოთა კავშირში, არაფერი კარგი ქვეყანა და დემოკრატიას შემდეგ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი არ გახდა, მაგრამ მე არ გამოურიცხავდი მსგავს სცენარს რუსეთში, იმიტომ რომ პუტინის გარემოცვაც უკმაყოფილოა და ისინი გარკვეულად თქო დალაგებაზე დასავლეთთან თავისუფლად შეიძლება რომ წავიდნენ და აი მანდარი ეს ძალიან საინტერესო ეს მიშუსტინი პრემიერ-მინისტრი რაც იმდენად ჩუმი ტიპია რომ ხო აი გვარიც კი ხა ხო რომ მესმის ანუ იშვიათად მესმის მე ძალიან ცუდად მენიშნა ეს მისი შეცვლის ამბავი შესაძლო შეცვლის ამბავი იმიტომ რომ ეს მიშუსტინი ბიუროკრატი ტიპია არ არის ეს რაღაცა პუტინის იდეებით შეპყრობილი უფრო ასე ვთქვათ ეკონომიკაზე და ტექნიკურ საკითხებზე არის და თუ ხვალ ჩვენ წარმოვიდგენთ რომ პუტინი არ ვიცი მოკვდა ათონის თაზე წავიდა არ ვიცი სადღაც გაქრა ტექნიკურად ეს მიშუსტინი ხდება ხელისუფლების ხელმძღვანელი როგორც პრემიერ-მინისტრი არჩევნები ნიშნება ძალიან მარე და დიდი ალბათობით ავტომატურად ის შეიძლება გახდეს კანდიდატი ამას ხა ვნახავთ კაცმა არ იცის მაგრამ მე მომწონდა ეს კაცი რომ იყო მეორე ნომრად ისა რომ ვერ ამჩნევდა იმიტომ რომ მან რომ დაინიშნოს ხა პირობით ვიღაცა პატრუშევი ან სეჩინი ან ვიღაცა ვინც ბევრად უფრო ახლოს არის პუტინთან იდეოლოგიურად ეგ უფრო ცუდი ნიშანი იქნება ხო მაგრამ მოდი ხა ჩვენ გადავიდეთ იმაზე რაც ვახსენეთ ქართული ოცნების და მასთან აფილირებული ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა ხო ერთ-ერთი იყო რომელიც ახლა შეგვიძლია ვნახოთ ივანიშვილის მეზღაპრესთან ზაზა შათირიშვილთან ერთად სადაც ეს ტიპი ამბობს რომ აი რაღაცა რუსეთი რა ბანძი აღმოჩნდა. 9 მაისის ამბავმაც საერთოდ ილუსტრაცია მოახდინა, ანუ რა გამოდის რომ ეს ეკონომიკური ხალხის დაღუპვა, უამრავი ხალხის დაღუპვა, ის ეკონომიკური ობიექტების განადგურება, პრესტიჟის დაკარგვა, ეს თურმე არაფერი არ ყოფილა 9 მაისს თუ დაგვარტყავთო. ანუ თქვენ გაჩვენეთ ბაჭ დავანგრევთ კიევის ცენტრსო. ანუ ესე იგი შეგძლებია თუ ანუ და ესე იგი ეს 100,000-ობით ადამიანის მსხვერპლი თურმე ოფილა ეს არაფერი, მაგრამ 9 მაისს იქ კვადრატზე თუ დაარტყავენ, აი მაგაზე მიცეს რეაქცია. ბოჭორიშვილმა როგორც ძალიან ესეთი ხისტად მოიხსენია რუსეთი პირველად. რაღაცა სხვა ნიშნები, თითქოს იყო ეს რუსი რაღაცა ჯაშუშების დაჭერა. აი რაღაცები, ანუ აბსოლუტურად არაფერი ლოგიკური ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არ ხდება, როცა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაღაც გამოკვეთილ ტენდენციაზე. მაგრამ ну მაინც საინტერესოა ხო? აი რას შეიძლება და მიანიშნებდეს ეს შეცვლილი რიტორიკა? ну ალბათ იგივე განწყობების გაგრძელება არის, რაც მოსკოვში არსებობს. მე ამ კატეგორიას ვუწოდებ ქართულენოვან რუსულ პროპაგანდის მანქანას, ისე როგორც მედია საშუალებს ქართულენოვანი რუსული მედია რეალურად თავის შინაარსით, კონტენტით, ყველაფრით. შესაბამისად ეს განწყობა ალბათ არის პროეცირებული მოსკოვიდან. იქ არის ამაზე ვისაუბრეთ დღეს, იმედგაცრუება არ ამგონია თქვა მე გეთანხმებით რომ დიახ კოზაკი წინააღმდეგი იყო და შეიძლება 1-2 ადამიანი იყო წინააღმდეგი. ხო, ბოდიში დამავიწყდა ამ უკრაინელებთან დალაგების მცდელობა პარალელურად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება 1-2 ადამიანი იყო წინააღმდეგი, მაგრამ უმეტესობა წარმომადგენლების სახელმწიფო წრეების ელიტის ხალისით შეეგება უკრაინის შემოერთებას სამდღიან ომში. უბრალოდ მათი პრობლემა არის იმაში, რომ პუტინმა ეს თავისი განზრახვა, ეს დაპირება პროექტი ვერ განახორციელა და ამაშია მათ ერთშენიერ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ პუტინის მორალური სახე არ აკმაყოფილებთ ან მისი პოლიტიკური ხედვა ან რამე. უბრალოდ არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური იმპერიული პროექტის განხორციელებაში, როგორცაც ისინი ელოდნენ მისგან, რომ თუ ამდენი შეძლო, აი ამასაც შეძლებს და რახან ამბობს, ესე იგი იცის. მე აღმოჩნდა, რომ თურმე არ გამოსდის ის რის გამოც მას პატივს სცემდნენ ეფექტურობისთვის. შესაბამისად, აი ეს იმედგაცრუება აქ რაც ვნახეთ, პუტინით იმედგაცრუებაა და ვივარაუდებ, რომ პუტინის შემცვლელს მოგვასაღებენ როგორც მაგარ ტიპს, სამართლიანს და კარგს და ასე შემდეგ. ჩემი ვარაუდების და პროგნოზების გაკეთება ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ მე ვივარაუდებ, რომ თქვა პუტინის შესაძლო დაცემის ჩანაცვლების შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ რაღაც გარდამავალ პერიოდს, როდესაც
ახალი კომპრომისული, აი მაგალითად იგივე მიშლსტინის მსგავსი ტიპი შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებაში და პირველი მისი მცდელობა იქნება რაღაცა კომპრომისული შეთანხმების დადება, მაგრამ იგივე რაც გაკეთა საბჭოთა ხელისუფლებამ გამოვიდა მსოფლიო ომიდან აღიარა ტერიტორიების დაკარგვა, მე აღმოჩნდა რომ ეს იყო უბრალოდ დროის მოგება მოძლიერებამდე და ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებამდე რამდენად მეტი მოიხვეჭა შემდეგ მეორე მსოფლიო ომში, ხო? იგივე იყო დროებითი ზავის აღება ელცინის და პუტინის პირველი წლების განმავლობაში, რომ არა ჩვენ მეგობრები ვართ, ასე შემდეგ და მე როგორც კი თავი იგრძნო, ასე ვთქვათ, ქუჩში, ახალ ხელისუფლებამ, ვიხილეთ ძალიან ხისტი ქცევა, ასე რომ ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ თუ პუტინის, ასე ვთქვათ, დაცემას მოვესწარით უახლოეს ხანში, არ უნდა მივეცეთ აი იმ ილუზიებს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რომ რაღაცა მათ მიერ შემოთავაზებული კომპრომისი არის საბოლოო ან გრძელვადიანი. მაგრამ იმ მომენტით უნდა ვისარგებლოთ. იმ მომენტით უნდა ვისარგებლოთ. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნები სარგებლობენ მომენტებით, როცა იმპერიები მათ გარშემო სუსწდება. საქართველოს თელი ისტორია ეს არის საბოლოო. საქართველოს აღმოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონი, მე მგონი ისტორიული შესაძლებლობების ხელიდან გაშვებაში 90-იან წლების დასაწყისში, იმიტომ რომ ერთმანეთ აი ყველაზე ჩემთვის სიმბოლური მომენტი ჩვენი უახლესი ისტორიის აღნიშნული არის 91 წლის 25 დეკემბერი. როდესაც მთელი პოსტსაბჭოური სივრცე ზეიმობს საბჭოთა კავშირის დაცემას, ну თბილისის ქუჩებში, ოცხოში სხვებისგან განსხვავებით ჩვენ თითქოს მეტი ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობის, თბილისის ქუჩები უნდა ყოფილიყო სავსე მოზეიმე ხალხით საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის დაცემის გამო. ამ დროს რა ხდება თბილისის ქუჩებში? ვისაც გვათხსოვს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთმანეთს ვესვრით, ვწვავთ რუსთაველის პროსპექტს და აქტიურად ვანგრევთ ჩვენი თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს და ამიტომ გქონდა მე ეს 90-იანი წლები, როგორიც გქონდა. ჩვენ ხელიდან შესაბამისად გავუშვით 98 წლის შესაძლებლობა, როდესაც რუსეთი იყო აბსოლუტურად დისფუნქციური დეფოლტი, რასაც მოყვა კიდევაც ჯერ პირველი გაფართოება ნატოსი 99 წელს, შემდეგ მოყვა მეორე გაფართოება და ჩვენ აღმოჩნდით მზად არც ერთი ამ შესაძლებლობის გამოსაკენებლად. მაშინ დავიწყეთ კარებზე კაკუნა. ასე რომ, ხო, არ ვიცი მე რა. ამაზე ლაპარაკი, რომ უნდა კარებზე დავაკაკუნო. ძალიან დიდი ტრაგედია იქნება თუ მომავალი ასეთი შესაძლებლობის ფანჯარაც ჩვენ გვერდზე ჩაგვიდეს. ჩვენ ახლა უშვებთ ზუსტად მაგ ფანჯარას, როცა ევროკავშირი არის ღია, გახსნილი, უკრაინის ომმა და უკრაინელი ხალხის სისხლით მოპოვებული რაღაცა აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან დაახლოება იყოს იმაზე უფრო სწრაფი, ვიდრე როდესმე წარმოგვედგინა და როდესმე გვიოცნებია. აი ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ. ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი და ჩვენ უკვე გავუშვით ეს შანსი თითქმის არ ვიცი რა ევროკავშირის წევრობაშიც კი უკან დაწევას, მაგრამ ჩვენ დღეს აი ამ დღეებში, ამ 1 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ვუშვებთ შანსებს, ყოველ დღე გაშვებული ამ შანსის რეალურობაზე აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ, იმიტომ რომ ეს ივანიშვილის პროპაგანდა ასე ხელის წამოკვით ლაპარაკობს ხოლმე, რომ არა ეს ამის შანსი რეალურად არ არსებობდა. ევროკავშირმა 2022 წელს მოგვცა არა მარტო პირობა იმისა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ გაწევრიანების მექანიზმი ნატოსგან განსხვავებით. გაწევრიანების დაწყებასთან და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განხორციელების მექანიზმი და კონკრეტული ვადა, ძალიან ახლო მყოფი ვადა 2030 წელი ძალიან ბევრ ქვეყანას ევროკავშირის წევრს უფრო დიდი დრო დაჭირდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან გაწევრიანებოდა. ჩვენ შევთავაზეს შესაძლებლობა და მექანიზმი და კონკრეტული ვადა. და ერთ-ერთი მიზეზი აი აქ ანტიდასავლური ისტერიკის ახალი უფრო ენერგიული ფაზის დაწყებისა იყო სწორედ ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება
რეალისტური გახდა და არა უბრალოდ ოცნება, რომელიც ჰქონდა ქართველების მრავალ თაობას. თქვენებური ანალიზი მაინტერესებს აი ამ შეცვლილი რიტორიკის სურათი. მე ნუ პრინციპში ხვალ ველოდები რომ ხალხო ომის საფრთხე აღარ არსებობს, აი დაახლოებით ესეთ ფორმულირებას ყველა მხრიდან აი ამან გადაიარა. ზუსტად ხვალ თუ ზოგადად ანუ გადატანით მნიშვნელობა. ისე მიდიან რომ შეიძლება მართლაც ხვალ მოხდეს რომ ეს ომის საფრთხე აღარ არსებობს, აგერ გადაიარა, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არის ჩვენი დამსახურება და მოკლედ ეხა გავაგრძელებთ ჩვენ სვლას ღირსებით ევროპისაკენ, რომ რაღაც თავისივე ძველი ნარატივი უნდა შემოატრიალონ. აქედან მაგრამ ის რა არის მაინც გამოვეხმაურები, რატო არ მომინდა მართალი ხარ აბსოლუტურად, რატო არ მომინდა კომენტირება იმაზე, აი ხვალ რა შეიძლება მოხდეს, ან გავაკეთებ თუ არა ბარათებს ქართულ кейსზე. რა პირველ რიგში მართლა იმ მნიშვნელობის ფიგურად ბლოკჩეინ ბარათებს კი ბატონო, რომ იმ მნიშვნელობის ფიგურად უნდა აღვიქვავდე ეს ერთი. მეორე, როდესაც ესე აკოპირებს სისტემას და ცხადად ხედავთ, რომ რუსული სისტემაა დაკოპირება, მინიმუმ სტრუქტურა გჭირდება იგივე. ანუ იქ როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, პუტინი იხდის ფას იმის, რომ დაირქვა, რომ თავად არის სუვერენიტეტი, მაგრამ ეს რომ დაირქვა, ამის პასუხისმგებლობაც აქვს გაგեղებული და სუ იქ არის, სადაც არის სტატიკური. ეხა ბუნკერშია თუ სხვაგან არის თუ ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებს, მაინც არის. და რო არის ეს ჩანს, შესაბამისად, იგივე ესეთი გასხეულებული სუვერენიტეტი აქ ვერც ვერავინ ვერ დაირქვა და ვერც ვერავინ ვერ დაირქვამს, იმიტომ რომ ჯერთ ამას ჩართულობა უნდა. ეგ ჩართულობა არ არსებობს. ეხა ამ დასრო გადავხედოთ ქართული ოცნების უბრალოდ წარმოსახვაში ესე გადაატარეთ თვალებზე, მზერა, გამორიცხულია რომ თვალებში ვინმე დაინახოთ საერთოდ ეგეთი ენერგია, რომ სუვერენიტეტი ვინმე დაირქვას. შესაბამისად, გონია რომ პირველი თავარი რაც არის, რომ საქართველოში არ აქვს ფუფუნება ქართულ ოცნებას ის რაც აქვს რუსეთში, რომ იქ შეუძლია დღეს ერთი თქვენ, ხვალ მეორე თქვენ, რომ ერი მაინც დუმს და აქ არ დუმს. აი ეგ არის ძალიან ძირითადი განსხვავება. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რომ არ ვჭამოთ ეს ტყუილის დარიცხვადობის, დაგროვებითობადობის პრობლემა, რა რომ ყოველმა ახალმა ტყუილმა ძველი ტყუილები უნდა გაამართლოს. არამედ პირიქით დავდგეთ სიცხადის წინ, რომ ეხა რაღა უნდა თქვა, რომ მართლა ამაი დამსახურებით ხوار გადაიარა ომის საფრთხე, მაგრამ აქედან გამომდინარე მე ხვალინდელ დღეს და ამათ ახალ ნარატივს უფრო შესაძლებლობად ხედავ, ვიდრე გაუარესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად. პროგნოზებზე კიდევ უფრო ცუდი და მაზალ საქმეთ გვიწევს ხოლმე ყველას დაკავება, მარჩიელობთ კონკრეტული ადამიანების თავში რა ხდება, პუტინი და ბიძინა რას ფიქრობენ. და მით უმეტეს ვერასოს ვერ გავაკეთე ეს დათქმა. პარანოიდული აზრებით შეპყრობილი ადამიან, პარანოიკები რას ფიქრობენ არ ვიცი. ალბათობის უზურპაცია. შემიძლია. კარგს არაფერს. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, გავაკეთე რა ეს დათქმა. შეიძლება რომ ივანიშვილი მე მგონია რომ არის აბსოლუტურ შოკში, როცა უყურებს ჩვენ სამეზობლოს და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურების ქმედებებს. რასაც აკეთებს სანდუ, რასაც აკეთებს ალიევი, რასაც აკეთებს ფაშინიანი, იმიტომ რომ აი როგორც საბჭოთა ნომენკლატურას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდნენ ამ პერესტროიკის დროს, რომ რაღაც შეუძლიათ, რომ რაღაცა გადის ნაბიჯი გადადგან და მართლა ინგრევა ეს სისტემა და შეუძლიათ, რომ გააკრიტიკონ და მართლა ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა. იგივენაირად მე მგონია რომ ეს ადამიანი როგორც ყველა ცუდი გაგებით საბჭოთა ადამიანი, მგონია რომ იმისთვის წარმოუდგენელი იყო 2022 წლიდან მოყოლებული, რომ შეიძლება მოსკოვის წინააღმდეგ წახვიდე, შეიძლება რომ რაც შენი დამოუკიდებელი ეროვნული პოლიტიკაა წარმოანო, და შეიძლება რომ 4 წლის თავზე როცა უკვე ხედავს პირდაპირ ამ ხალხს რო უყურებს, შეიძლება რაღაცა მის გონებაში უკვე ნელა გაჩნდა, რომ პირველი ოდნავ თამამი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება დაიწყო. აი ეს ერთი ვარაუდი ეს მაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ თუმცა ჩვენ ვერ ამიტომ აი რაღაცა უნდა ამერიკასთან დაალაგება, უნდა დასავლეთთან დაალაგება, აი ხა ცოტა ეშინია რომ რუსეთში ისე არ წავიდა საქმე როგორც მოელოდა. მაგრამ ამის ნიშნებს, ანუ სისტემურობას და თანმიმდევრულობას ამ
თვალსაზრისების, ამ თვალსაზრისის გასამყარებლად ვერ ხედავთ, რომ თქვათ რაღაცა რომ უნდოდეს, ამ დროს კაი დასავლეთთან დათბობა უნდა, რანაირად მოდის რაღაცა თანხმობაში იმასთან, როგორ რაღაცა გაბეშებული ეს ბოლო რამდენიმე დღეა იჭერს ახალგაზრდებს ტროტუარზე დგომის გამო, ხო? ივანიშვილის პროგნოზირება და მისი ანალიზი იმიტომ არის ძალიან ძნელი, რომ მისი თავი არ ფიქრობს როგორც პოლიტიკოსის თავი. ანუ ის არის რაღაცა პარანოიებით შეპყრობილი, 1000 შეთქმულების თეორიით შეპყრობილი, შეშინებული ადამიანი, რომელიც რაღაცა უფრო ბორგავს და აი ეს რაღაცა ამას ხედავთ ჩვენ, ხო? დაჭერებით, მე ვიღაცასთან დალაპარაკებით, იქ ახლა უკრაინასთან დალაგების მცდელობით, პუტინის ლანძღვით, მისი ასე ვთქვათ, მისი თანამოაზრეების მხრიდან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის ქაოტური და აქ ვერ ვხედავთ ჩვენ ისეთ ძაბს, რომელიც რაღაცა დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგცემს. მოკლედ, ჯერჯერობით ამ ქაოსში ვართ. არ ვიცი, მე მაინც მგონია, რომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, კიდევ უფრო ფხიზლად ვიდრე აქამდე ვიყავით, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, მათ შორის ინტერნეტის შეზღუდვა საქართველოში და უნდა გქონდეს ეს გონებაში და უნდა ვიცოდეთ რისთვის უნდა ვიყოთ მზად. გიორგი ბადრიძე, ზურა შარაშენიძე და გიორგი ანდრონიკაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი პლატფორმა, დაგვალაიქეთ, გამოვყავით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და რასაკვირველად დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად რეალისტურად ხედავთ ინტერნეტის შეზღუდვის შესაძლებლობას საქართველოში.